ანუკი ჩხიკვაძე გვერდდება ახლა ქრონიკის ეთერში და ანგარიშთან დაკავშირებით გამოხმაურებებს გაგვაცნობს. ის წინასაარჩევნო დარღვევები, რომლებზეც დღეს შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, როგორც აღმოჩნდა ოპოზიციისთვის არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც როგორც თავად ამბობენ, საზოგადოების ინტერესებზე არის მორგებული, რაც შეეხება საადამკურებლო ორგანიზაციებს, მაგალითად ისფედი ამბობს, რომ მათ ანგარიშში როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის დარღვევებზე არის საუბარი, თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე მათ ოპოზიციის დარღვევებზე არ უსაუბრიათ და მაშინ როდესაც ჩვენ მათ უსვამთ კითხვებს კონკრეტული ფაქტების შესახებ, მათ არ აქვთ ზუსტი პასუხი, არის თუ არა ეს ფაქტები შესული მათ ანგარიშებში. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციას რეალურად წინასაარჩევნო კამპანია არც ჰქონდა და მათი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის კამპანიაზე იყო აგებული, რაც არაერთ ფაქტში უკვე გამოისახა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს ინფორმაცია ამ დარღვევების შესახებ საერთაშორისო საადამკურებლო ორგანიზაციებს და აქვთ პოზიტიური მოლოდინები, რომ ეს ინფორმაცია იქნება შესული მათ ანგარიშებში. ჩვენ ჩავატარეთ კამპანია, რომელიც არის საზოგადოებრივ ინტერესზე მორგებული, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ევროპული კეთილდღეობა, როგორ უნდა ვუთხრათ უარი საერთაშორისო იზოლაციას. ამ დროს ხელისუფლებამ ჩაატარა შიშზე დაფუძნებული ზიზღის კამპანია, რომელიც მთავარ წინასაარჩევნო დაპირებად ოპოზიციის განადგურებას და სამოქალაქო სექტორის განადგურებას აცხადებს. ეს ანგარიში მოცემულია ქართული ოცნების სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტიც, ასევე მოცემულია კამპანიაში ხელი შეშლის ფაქტიც და ასევე მაგალითად, როდესაც მოსყიდვის кейსები გვაქვს, აქვს მოცემულია მაგალითად ოპოზიციის შემთხვევაშიც არსებული. ამიტომ შეუძლიათ წაიკითხონ ჩვენი ანგარიში. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ იყო ეს შემთხვევა შეიძლება იყოს შეტანილი. დაზიანების შემთხვევები არის. მქონდა შეხვედრა EUTO ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე NATO საპარლამენტო ასამბლეის მისიასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიასთან და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ სწორედ გავაჟღერეთ და მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რომელიც ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მოხდა ამ პერიოდში. იქიდან გამომდინარე, თუ როგორი წარიმართა ზოგადად საარჩევნო კამპანია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ დასკვნები იყოს ნეგატიური. ეს წინასაარჩევნო გარემო არის ყველაზე უფრო მშვიდი, ყველაზე უფრო წყნარი, ყველა პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ჩაეტარებინათ მათი საარჩევნო კამპანია, სხვა საქმე რამდენად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. მთლიანად მათი დღის წესრიგი არის აგებული იმაზე, რომ სიტუაცია დაძაბონ, მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ, გარე აქტორების მიერ გაკეთებული განცხადებები არის მათთვის, ასე ვთქვათ, ის message box-ი, რაც შემდეგ უნდა ჩაშალონ, მთლიანად ამაზე არის აგებული მათი წინასაარჩევნო კამპანია, ხო? იქ ზიზღის და სიძულვილის, ასე ვთქვათ, ენა, იქ ბანერებზე თავინარეებიც იყო გამოსახული. ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევების სია არის საკმაოდ ვრცელი და როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს დარღვევები არ არის შეტანილი ადგილობრივი საადამკურებლო ორგანიზაციების ანგარიში. მმართველი გუნდისთვის ეს ფაქტი NGO სექტორისა და ოპოზიციის ერთობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.